საქართველოში ყურბან ბაირამის დღესასწაულის მეორე დღე აღნიშნეს აზერბაიჯანელმა მუსლიმებმა. დღესასწაულზე ტრადიციულად მუსლიმმა მოსახლეობამ საქველმოქმედო აქცია გამართა. აქციის ფარგლებში გარდაბანში მოქმედმა ორგანიზაცია ახალგაზრდობის დახმარებისა და საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლებმა რუსთავში შეწირული ხორცი მოხუცებულთა თავშესაფარსა და დღის ცენტრს გადასცეს. ყურბან ბაირამის ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულთან დაკავშირებით აზერბაიჯანელმა მუსლიმებმა ტრადიციულად საქველმოქმედო აქცია მოაწყეს. სახელწოდებიდან გამომდინარე ყურბან ბაირამობის განსაკუთრებული რიტუალები სწორედ საკლავთან არის დაკავშირებული. დღესასწაულზე დაკლული ცხოველის ხორცი კი, რომელიც 3 ნაწილად იყოფა, 1/3 ნაწილი დღეს გარდაბანში მოქმედმა ორგანიზაციამ ახალგაზრდობის დახმარების და საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლებმა მოხუცებულთა თავშესაფარ ქსენოს გადასცეს. არანაირად არის დაკავშირებული რელიგიასთან, რელიგიის და ერის და მიუხედავად ხდება ეს ყველაფერი და მიზანია საქართველოში მცხოვრები ყველა იმ ღარიბ ღატაკ ხალხს, რომლებსაც სჭირდებათ ეს დახმარება, დაუდგეთ მხარში და ერთიანად გავაძლიეროთ ჩვენი საქართველო. ყურბან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მიტანილი დახმარებისთვის მოხუცებულთა თავშესაფრის ბინადრებმა აქციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული მიულოცეს. მაგითი დღესასწაული, აი როგორ ისე საპატივცემოა, დიდი მადლობა და ძალიან ყურადღებიანი არიან. აი რა მიგვირს, რომ ძალიან ყურადღებიანი არიან და ღმერთმა კარგად ამყოფოთ ჩვენთან ერთად. ყოველთვის, როდესაც ყურბან ბაირამის დღესასწაული დგება, ჩვენი მუსულმანი მეგობრები მოდიან მოხუცთა სახლში და ყოველთვის ხელდამშვენებული ნობათით და ულოცავენ თავიანთ დღესასწაულს, ყურბან ბაირამის დღესასწაულს. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი მადლობლები ვართ. მოგვიანებით ახალგაზრდობის დახმარების და საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც ცენტრის ბენეფიციარების საამხელმზრდელო პროცესს გაეცნენ და ყურბან ბაირამზე შეწირული ხორცი გადასცეს.